მოგესალმებით, მე თამთაცინცაძე ვარ და თქვენ უსმენთ ჩოხატაურის სათემო რადიოს. დღეს ჩვენი გადაცემის თემა არის მედია წიგნიერება. რა ვიცით მედიის გავლენის შესახებ? დღეს მედიის გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე უზარმაზარია, სოციალური ქსელებიდან, ტელევიზიიდან და ონლაინ სიახლეებიდან. მაგრამ ვიცით კი ყოველთვის რა არის სანდოდო და რა შეიძლება რომ არ დაუჯეროთ. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ მედია წიგნიერებაზე. რას ნიშნავს ეს ტერმინი? რატომ არის მნიშვნელოვანი? კრიტიკული აზროვნება და როგორ შეგვიძლია გავხადოთ უფრო პასუხისმგებლიანი მედიის მომხმარებლები. როგორ შეიძლება გავარჩიოთ სანდო ინფორმაცია ფეიკისგან. გვისმინეთ, ძალიან საინტერესო გადაცემა გელოდებათ. მოგესალმებით თეონა, გთხოვთ გაგვეცნოთ ჩვენს რადიო მსმენელს მოუყვეთ თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს. მე ვარ თეონა ფურცხვანიძე, მედია წიგნიერების ტრენერი. დიდი მადლობა თეონა. უშუალო თემაზე რო გადავიდეთ, რას ნიშნავს თქვენთვის მედია წიგნიერება და როგორ არის ის დღეს აქტუალური თემა საზოგადოებაში? უბრალოდ რატომ არის აქტუალური თემა ის დღეს საზოგადოებაში? მედია წიგნიერება არის 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი თემა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს შეხება ტელეფონთან, კომპიუტერთან, გაჯეტებთან, მოვიხმართ აქტიურად სოციალურ ქსელებს, ასევე ინტერნეტ მედიითაც ხშირად ვსარგებლობთ და ვაწყდებით ამა თუ იმ დეზინფორმაციას, თუმცა ჩვენ მარტივად ვიჯერებთ ხშირად ამ ამბავს, თავადაც ვხდებით ამ დეზინფორმაციის გამავრცელებელი, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის ძირითადი ტექნიკები და საშუალებები, რაც ჩვენ დაგვეხმარება ნამდვილი და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევაში. ნამდვილად დაგეთანხმებით ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც საზოგადოება შეყავს სამწუხაროდ შეცდომაში და მერე 1000 განსჯის საგანი ხდება ეს ამბავი. როგორ უნდა გავარჩიოთ ამ ყველაფრის ფონზე, ანუ სხვა ინფორმაცია მოდის სოციალური ქსელებიდან საზოგადოებაში. როგორ შეიძლება გავარჩიოთ სანდო ინფორმაცია ყალბისგან? რა საშუალებები არსებობს ჩვეულებრივი ადამიანების თქონია შეხება? ნამდვილად დაგეთანხმებით თამთა, რომ ჩვენ უზღვავ ინფორმაციასთან გვიწევს ყოველდღიურად გამკლავება, იმიტომ რომ ალბათ პირველი რასაც ჩვენ ვაკეთებთ დილით, როცა თვალს ვახელთ, ეს არის ის, რომ ვიღებთ ტელეფონს ხელში და ვეცნობით ახალ ამბებს. მოვიხმართ აქტიურად ინტერნეტს. მე შემიძლია რამდენიმე რჩევა გაუზიარო ჩვენს ძვირფას მსმენელს იმისთვის, რომ თავი აირიდონ დეზინფორმაციისგან და გაარჩიონ ერთმანეთისაგან ყალბი და ნამდვილი ამბავი. პირველ რიგში ჩვენ აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ წყაროს, ვინ გვიზიარებს ამ ინფორმაციას, რამდენად სანდოა ეს წყარო, უნდა შევაფასოთ ამ წყაროს სანდოობა, ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ თარიღს, როდის არის გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია, ხომ არ არის ძველი თარიღი მითითებული. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჩვენ თავად აი ამ ინფორმაციის შინაარსზე, შევადაროთ ინფორმაციის სათაური და თავად ინფორმაციის შინაარსი, ხშირად ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, იმიტომ რომ არსებობს ეგრეთ წოდებული clickbait-ები, ეს არის ისეთი სათაურები, რომლებიც ჩვენში ინტერესს იწვევს და გვიბიძგებს იმისკენ, რომ დავაკლიკოთ, ესევე ვთქვათ, დავაჭიროთ მყისიერად აი ამ ლინკს. იმიტომ ერთი უბრალო მიზეზის გამო, იმიტომ რომ გვაინტერესებს. ასევე მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ახლავს თუ არა ფოტოსურათი, აი ამ ინფორმაციას, რამდენად სარწმუნოა ეს ფოტო და შეესაბამება მოცემულ ინფორმაციას და საერთო ჯამში ეს ინფორმაცია ჩვენში რაიმე შეძრწუნებას, ან ახტაცებას, ან რაიმე მსგავს მგრძნობებს ხომ არ იწვევს, იმიტომ რომ ძირითადად დეზინფორმაციის და ყალბი შინაარსის შემცველი ინფორმაცია სწორედ ასეთი მოცემულობით გვხვდება ჩვენ ინტერნეტ სივრცეში იქნება ეს, ტელევიზიაში თუ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში. ძალიან მაინტერესებს რა როლს თამაშობს სკოლა ან ახალგაზრდული სივრცე მედიის სწავლებაში. მადლობა ამ შეკითხვისთვის. სკოლას ნამდვილად უდიდესი როლი აქვს მედია წიგნიერების სწავლებაში.
მე მივესალმები განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომ სკოლებში მედია წიგნიერება ერთ-ერთ არჩევით საგნად ისწავლება. ბოლო სტატისტიკური ინფორმაციების მიხედვით, რომელიც კომუნიკაციების კომისიაზე დაყრდნობით შემიძლია გავავრცელო, 293 სკოლა შეუერთდა უკვე მედია წიგნიერების სწავლების ინიციატივას. ნიშანდობლივია, რომ ეს ავტომატურად გაზრდის, ესე ვთქვათ, ჩვენ საზოგადოებაში კრიტიკულად მოაზროვნე თაობას და ამავდროულად განათლების, ესე ვთქვათ, სისტემაში ჩვენ გვხვდება არაფორმალური სწავლებაც, ახალგაზრდული ცენტრები მაგალითად, იგივე ზრდასრულთა განათლების ცენტრები, რომლის ბაზაზეც არსებობს თქვენი რადიო და ეს ნამდვილად მისასალმებელია, რომ მსგავსი ტიპის შესაძლებლობა აქვთ ახალგაზრდებს გაიარონ მედია წიგნიერების ტრენინგები, რამე თუ ფორმალურ განათლებაში გარკვეულწილად საგაკვეთილო პროცესში პედაგოგი შეზღუდულია დროში, რომ ის თემები, რომლებიც მედია წიგნიერებაში შედის და ამ დიდ უზღვავ მასალას აერთიანებს, მათ შორის ეს არის დეზინფორმაცია, ყალბი ამბების გარჩევა ნამდვილისგან, მანიპულაცია, პროპაგანდა, კიბერუსაფრთხოება, ფიშინგი და სხვა მრავალი თემა, საგაკვეთილო პროცესში რო ამოწურო, ეს არის ფაქტობრივად შეუძლებელი. ამას სჭირდება დამატებითი შეხვედრები, არაფორმალური განათლების ესე ვთქვათ, მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით კი დროის მეტი ფუფუნება გვაქვს, შესაძლებლობა გვაქვს ახალგაზრდებს თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებიც მივაწოდოთ და ამ ინდივიდუალური თუ ჯგუფური მუშაობებით ახალგაზრდები უკეთ იაზრებენ იმ საფრთხეებს, რაც შეიძლება მომდინარეობდეს ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან და რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავი ამ საფრთხეებისაგან და ვიყოთ მედია წიგნიერი მოქალაქეები. აი კი მეც არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ ამ შემთხვევაში, მე მგონი ახალგაზრდები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია ინტერნეტთან ურთიერთობის დროს, იმიტომ რომ ყველაზე მეტ დროს ისინი ატარებენ სოციალურ ქსელებში, იგივე თამაშებით და სხვადასხვა რაღაცა აქტივობები, თუნდაც TikTok-ზე და გქონდეთ ინფორმაცია მედია წიგნიერების შესახებ და როგორ გაარჩიონ ყალბი ამბავი ნამდვილისგან. თქვენი აზრით, რამდენად მზად არიან ახალგაზრდები კრიტიკულად იაზროვნონ, როდესაც ინტერნეტში რაიმე ახალ ინფორმაციას ხედავენ? მე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებთან მაქვს საკმაოდ, ესე ვთქვათ, ხშირი შეხება, მათთან გვაქვს ტრენინგები მედია წიგნიერების თაობაზე, ხედავ ძალიან დიდ მოტივაციას და მზაობას, რომ ახალგაზრდებმა ეს ინფორმაცია მიიღონ და გაითავისონ. თუმცა, აქვე ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ესე ვთქვათ, მშობლების ჩართულობა უპირველესად ამ პროცესში, გამომდინარე იქედან, რომ ბავშვი არის მოზარდი, შეიძლება ის სრულად ვერ აცნობიერებდეს იმ საფრთხეებს, რაც ინტერნეტიდან მომდინარეობს. ამიტომ მშობლის მხარდაჭერა და ცოდნა ასევე მედია წიგნიერების საკითხებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თუმცა კიდასტურებთ იმას, რომ ახალგაზრდებში ამის მზაობა არის, რომ მიიღონ ეს ცოდნა მედია წიგნიერების თაობაზე და თავადაც გაიკვალონ გზა ამ რთულ უზღვავ ინფორმაციებსა და ლაბირინთებში. აი, ეხლა თეონა თქვენ ახსენეთ ის, რომ მშობელმა აუცილებელია ხელი შეუწყოსო. ან როგორ არის შესაძლებელი მშობელმა დაუშვათ მასწავლებელმა ხელი შეუწყოს მედია წიგნიერების განვითარებას? როგორ უნდა დაეხმარონ ბავშვებს ან ახალგაზრდებს ამ ამბავში? ჯერ ჩვენც ბევრი რამე გვაქვს სასწავლი, რა თქმა უნდა პირველ რიგში და მერე როგორ შეიძლება რომ მივეხმაროთ უკვე ჩვენ შვილებს ამ პრობლემების გამკლავებაში. ძალიან კარგი შეკითხვა და აქტუალური თემაა, იმიტომ რომ ხშირად მშობელიც დაბნეულია, არ იცის რა როგორ მოიმოქმედოს იმისთვის, რომ შვილი დაიცვას აი ამ საფრთხეებისგან. ჩვენ უნდა გავითავისოთ და უნდა ვისწავლოთ ის, რომ კიბერჰიგიენის დაცვა ყველა ადამიანისთვის არის უმნიშვნელოვანესი. კიბერჰიგიენაში იგულისხმება ის, რომ ადამიანი დაკვირვებულად და გააზრებულად მოქმედებს
იმედებდეს ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, თუნდაც მის მიერ გამოხატული რაიმე ინტერესი, კომენტარი, პოსტი, ეს ძალიან ბევრ რამეს ყვება ამ ადამიანზე და აი ამ პიროვნებაზე. მშობელმა აქტიურად უნდა ისაუბროს შულთან მედია წიგნიერებაზე, საფრთხეებზე, ისი შვილი ვერ აცნობიერებდეს ბუნებრივია სრულად აი ამ საფრთხეებს და ამიტომ არსებობს გარკვეული ესე ვთქვათ პროგრამები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ მშობლებმა იმისთვის, რომ გარკვეულწილად ერთი მხრივ თავისუფლება მისცენ მათ შვილებს და მუდმივ კონტროლში არ ყავდეთ, მაგრამ მეორე მხრივ მუდმივად თვალი ეჭიროთ იმაზე, აბსოლუტურად კი ბატონო, რა შინაარსის ინფორმაციას ეცნობა მათი შვილი. გამომდინარე იქედან, რომ ბოლო პერიოდში ძალიან გახშირებული არის კიბერგრუმინგი, მე არ მინდა რომ საზოგადოება შევაშინო და რაღაცა ისე გამოიწვიოს ჩემმა საუბარმა, თქვათ, შეშფოთება საზოგადოების ამ თემაზე, მაგრამ მეორე მხრივ, აი სიფრთხილისთვის უბრალოდ მინდა რომ ეს თემა წინ წამოვწიო და ვისაუბრო კიბერგრუმინგზე და აქვე განვმარტო, რას ნიშნავს კიბერგრუმინგი. კიბერგრუმინგი არის შემთხვევა და ზოგადად პროცესი, როდესაც დასრული ადამიანი უმოქმედება მოზარდს და თხოვს რაღაცა პირადი ხასიათის ინფორმაციის გაზიარებას. ხშირ შემთხვევაში ეს არის ფოტოები, არის ფოტო-ვიდეო მასალა, ასევე სახელი, გვარი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი, საბანკო ანგარიშის ნომერი. სამწუხაროდ ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე ყველა ადამიანი თუ არა უმრავლესობა მაინც ფიქრობს იმას, რომ იცით რა, მე ეს არ დამემართება. ჩემ შვილს ეს არ დაემართება, მაგრამ თუ კი დავფიქრდებით, არავინ არაფრისგან არ არის დაზღვეული. ამიტომ სწორედ ამიტომ არის საჭირო. უნებლიეთაც კი გავცეთ ის საჭირო ინფორმაცია, პირადი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ჩვენს საბანკო ანგარიშებთან, ან პირადი ნომერი, ან სხვა, იმიტომ რომ მეც მქონია მსგავსი შემთხვევა და შემდეგ ჩემი ბარათიდან თანხაც ჩამოუჭრიათ სამწუხაროდ. კი ბატონო, არის ხშირად ესეთი შემთხვევები, ხშირად აი მაგალითად ბოლო პერიოდში ესეთი შემთხვევები ყოფილა, რომ თქვა სოციალური ქსელით მეც ჩემთვისაც მოუწერიათ მაგალითად ახლობლებს, რომ რაღაცა თანხა გვჭირდება. ეს შეიძლება არ იყოს კოლოსალური თანხა, რაღაც უბრალოდ გთხოვდეს 10 ლარს, 20 ლარს, მაგრამ გეუბნებოდეს, რომ აი სასწრაფოდ მჭირდება. მე რატომღაც უხერხულში ვარდებით ჩვენი რა ვიცი კულტურიდან თუ ბუნებიდან, ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ვიღაცამ შეიძლება ეს გადარიცხოს, ეს თანხა ვიღაცამ შეიძლება თავი შეიკავოს. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ პირადად გავესაუბრო, ტელეფონით დავეკონტაქტო, გამოვარკვიო ნამდვილად რაიმე საჭიროება აქვს თუ არა. ნამდვილად ეს ადამიანი არის თუ არა, დავრწმუნდე აი ამ ადამიანის სინამდვილეში, რომ ეს ადამიანი სოციალური ქსელი არავინ არ გაუტეხა, ხო, გატეხილი არ არის და ნამდვილად ეს ადამიანი მიკავშირდება. აი ამას ყოველთვის ვცდილობ, რომ დავაზუსტო. და შემთხვევებიც მქონია, ძირითადად აი ყოფილა ყალბი აკაუნტები. გაუყეხიათ მაგალითად ვინმეს პროფილი. იმიტომ რომ ერთ-ორ საათში მე ან მეორე დღეს ან რამდენიმე ხნის შემდეგ იდება ინფორმაცია, რომ მე ეს ჩემი პირადი გვერდი გამიტეხეს და არასდროს არ პასუხობს, როცა აი ამ ნამდვილი ადამიანის თითქოს ნამდვილი ადამიანის უკან დგას ტროლი და ადამიანი, რომელიც აი ამ რომელმაც გატეხა ჰაკერი, ვინც გატეხა ეს ყოველთვის წერს, რომ ეხა ტელეფონი არ მაქვს, დამიჯდა, ან რაღაცა მიზეზებს იგონებს და არასდროს არ გცემს პასუხს, როცა ტელეფონზე ურეკავ. აი ძირითად შემთხვევებში ეს ასეა. ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თქვენ მასწავლებელზეც იკითხეთ და არა მხოლოდ მშობლის როლი, ასევე პედაგოგის როლი და საგანმანათლებლო სისტემაში ეს აქტიურად უნდა განიხილებოდეს ეს საკითხი მუდმივად. აი პედაგოგები უნდა საუბრობდნენ აქტიურად ახალგაზრდებთან მედია წიგნიერების თემაზე, იმიტომ რომ როცა ტრენინგს ვატარებ ხოლმე ხშირად აი ბავშვებსაც ჩვენს მონაწილეებს
რომლებსაც მოყავთ კონკრეტული მაგალითები, რომლებიც თავად შეემთხვათ ან მათ მშობლებს შეემთხვათ. ხო, საწყის ეტაპზე, როცა მაგალითად სოციალური ქსელები გაჩნდა და მეილი გაჩნდა, ასევე ხშირად იგზავნებოდა ესეთ სახის იმეილები და მესიჯები, რომ ვიღაცა მქონება დაგიტოვა ამერიკაში და ყოფილა შემთხვევა თვითონ მონაწილეებისგან გამიგია, რომ მე ეს ადამიანი დაუჯერებიათ, ანუ მიუღიათ ეს ინფორმაცია როგორც ნამდვილი და ზოგს თანხებიც გადაურიცხავს რაღაცა იქ საბუთების მოსაგვარებლად, ვითომ საბუთების მოსაგვარებლად ან ამ ადამიანის საქართველოში ჩამოსასვლელს, ბუნებრივია ეს არის თაღლითობა და წმინდა წყლის ფულის გამოძალვა კიბერთაღლითების მიერ. ცნობიერება იმდენად ამაღლდა მედია წიგნიერების მხრივ იმასთან შედარებით, რაც იყო დაუშვათ რამდენიმე წლის წინ, რომ უკვე ადამიანები იწყებენ პირველ რიგში შეიძლება არც იცოდნენ ეს მედია წიგნიერების შესახებ არაფერი, მაგრამ პრაქტიკა მაჩვენა, რომ ჯერ უნდა გადაამოწმო ინფორმაცია და მერე გააკეთო რამე. თუმცა ეხლა არავინ არ არის დაზღვეული იმისგან, რომ პირდაპირ იჯერებს ამ ამბავს და მიამიტურად აკეთებს ყველაფერს, რასაც წერენ. კი ბატონო, ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ რაც დრო გადის, უფრო გაწაფული ხდებიან მეტად და მეტად ჰაკერები ამ ამბებში. კი, ამ თაღლითობის გზებს უფრო და უფრო ხვეწავენ ხოლმე და რთულია ძალიან გარჩევა. ანუ აქ არ არის მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ თანხაზე ან რამეზე უბრალოდ რაიმე სურათს დადებენ და გარდაიცვალა დააწერენ ადამიანზე, ვინმე ცნობილ ადამიანზე ან რაღაცა, ანუ რასაც უცებ შოკი მოაქვს ხალხისთვის, ეს კომენტარებისთვის და ლაიქებისთვის ყველაფერს აკეთებენ, უკვე ძალიან ცუდია. ნამდვილად არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ ეგრეა. რას აფრთხეებს ვაწყდებით თუ მედიის გავლენას უსაფუძვლოდ ვენდობით? ზოგადად მედიის გავლენა ძალიან დიდია საზოგადოებაზე. მასობრივი კომუნიკაციების საშუალებები არის ესე ვთქვათ ერთ-ერთი მთავარი იარაღი რაღაცა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საკითხში და ეს ნებისმიერ დროს ასე იყო. ბოლო პერიოდში რა თქმა უნდა უფრო მეტად აქტუალური არის სოციალური ქსელები, ინტერნეტი, გახშირდა ონლაინ მედიის, ესე ვთქვათ, სხვადასხვა პლატფორმები, რომელზეც მარტივად გაქვს წვდომა და ადრეულ წლებში ბუნებრივია ეს იყო გაზეთები, ჟურნალ-გაზეთები და ტელევიზია, ხო? საფრთხეები ნამდვილად ბევრია აი ამ სივრცეში, მაგრამ ყველაზე ესე ვთქვათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელიც მე ვახსენე, ეს არის ფიშინგი. ანუ რაზეც ახლა ჩვენ ძირითადად თამთავ საუბრობთ, ფიშინგი იგივე არის შენი პირადი მონაცემების გაცემა, ესე ვთქვათ და მარტივად გაზიარება კიბერთაღლითებისთვის, ეს არის კიბერგრუმინგი, რაც კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ არის მოზარდის მიერ, როცა პირად ინფორმაციას თხოვენ მოზარდებს დასრული ადამიანები და იყენებენ მათ დასაშანტაჟებლად. და მოზარდი როგორც წესი და ასევე კიბერბულინგი სამწუხაროდ ესეც აქტუალური თემა არის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში. აი კიბერბულინგის შემთხვევებმა საკმაოდ იმატა და ძალიან საფრთხილო საკითხია, ძალიან დიდ დაკვირვებას საჭიროებს, მსჯელობას, გააზრებას, გაანალიზებას და როგორც აღნიშნე, ამ თემაზე უნდა იყოს საუბარი ყველგან, სადაც შესაძლებელია. ეს იქნება სახლი, ეს იქნება სკოლა, ეს იქნება, თქვათ, ზრდასრულთა განათლების ცენტრები თუ სხვადასხვა არაფორმალური განათლების სივრცეები ამ თემას უნდა დაეთმოს დიდი დრო და ამ თემაზე უნდა იყოს აქტიური დისკუსია და საუბრები. რადგან ბავშვმა და მოზარდმა კიდევ ერთხელ გაანალიზოს თუ რა საფრთხეები შეიძლება მომდინარეობდეს ინტერნეტიდან, ის შეიძლება თამაშობდეს უბრალოდ რაიმე კომპიუტერში
კომპიუტერულ თამაშს, იქ რაღაც რეკლამა მოუგდოს, ან რაიმე თქვათ ვიღაცა მოწეროს და ხშირად ეს ადამიანები იპარავენ სხვების იდენტობას, მათ ტროლები ეწოდებათ და აი ეს საფრთხეები ყველაფერი უნდა იყოს კარგად გააზრებული და გაანალიზებული საზოგადოებაში და თუ ჩვენ ამ საფრთხეებს გავიაზრებთ, თავდაცვის საშუალებებიც რა თქმა უნდა არსებობს ამისი პირველ რიგში თუ მოზარდები გვისმენენ, მათ მინდა ვუთხრა, რომ და ასევე მშობლები, რომ შექმნან კეთილსაიმედო გარემო და სივრცე იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა მათ გაანდონ ეს თუნდაც საიდუმლო ან ვიღაც უცხო როცა მისწერს, ან რაიმე პირადი მონაცემის გაზიარებას თხოვ, შეიძლება ბავშვმა შემთხვევით გაუზიარა კიდეც ეს ინფორმაცია, მაგრამ ამის დროული იდენტიფიცირება და ესე ვთქვათ მხარდაჭერა გაცილებით ბევრ პრობლემას აგვარიდებს სამომავლოდ თავიდან, ვიდრე დაგვიანებული რეაგირება ყოველივე ამაზე. თეონა, როგორ ფიქრობ, საქართველოში რა ნაბიჯებია საჭირო, რომ მედიური განათლება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს? თამთა მე ვფიქრობ, რომ არა მარტო ახალგაზრდებს, არამედ ჩვენს თაობას, ჩვენს წინათაობებსაც სჭირდებათ მედია წიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, იმიტომ რომ ხშირად ისინი არიან სწორედ სამიზნე აი ამ დეზინფორმაციის მთავარი აქტორების, მთავარი შემქმნელების. ვფიქრობ, შესაძლებელია დამატებით კონფერენციების მოწყობა, დამატებით ახალგაზრდებთან ერთად მშობელთა ჯგუფებთან მედია წიგნიერების ტრენინგების ჩატარება, ხანდაზმულ ადამიანებთან. ჩვენ გქონია გამოცდილება და პრაქტიკა, როცა ხანდაზმულები დაინტერესდნენ განსაკუთრებით ამ თემით, იმიტომ რომ დღეს არ მეგულება არც ერთი თაობის წარმომადგენელი, ვისაც არ ჰქონდეს სოციალური ქსელები. აი მინიმუმ Facebook-ი მაინც. ყავს ბებო 86 წლის, რომელიც სარგებლობს ჩარეგისტრირებულია Facebook-ში და სარგებლობს სოციალური ქსელით. რამდენიმე ერთი თვის წინ დაახლოებით ვიყავით გერმანიაში და იქ ვიყავით დღის ცენტრი იყო, სადაც მოხუცები მიდიოდნენ და სხვადასხვა აქტივობებით იყვნენ დაკავებულები და იყო ერთ-ერთი სემინარი, რომ მოხუცებს ასწავლიდნენ ტელეფონის გამოყენებას და სოციალური ქსელების გამოყენებას. ძირითადად ყველა დაკავებულია სამსახურით, იქეთ რაღაც ბავშვებს უნდა ასწავლო, რაღაც სახლის საქმე გააკეთო და არასდროს არ გვჭირდება დრო იმისთვის, რომ კარგად სრულფასოვნად, თუნდაც ამ მოწყვლადი ჯგუფია მოხუცები, რაღაცა შევასწავლოთ. თალკე გადიან ისინი ტრენინგებს და სიღრმისეულად სწავლობენ იმ ელემენტარულ უნარებს, რომელიც აუცილებელია გამოიყენონ ცხოვრებაში ყოველდღიურად. კი ბატონო, ძალიან სასიამოვნოა, რომ არსებობს ესეთი მაგალითები არაერთი ევროპის ქვეყნებში. მე მაგალითად ჩეხეთში მინახავს ასეთი ხანდაზმულთა ცენტრები, სადაც მოუხარიათ ადამიანებს, იმიტომ რომ იქ არის გაწერილი დღის პროგრამა, რა უნდა გააკეთონ, რა აქტივობებში უნდა ჩაერთონ და რაც მთავარია, ხანდაზმულებს, ესე ვთქვათ, განიხილავენ აბსოლუტურად იგივე მიმღებლობა აქვთ, ესე ვთქვათ, როგორც საზოგადოების ნებისმიერი ფენის მიმართ და ისევე ზრუნავენ მათზე, მათ განათლებაზე, როგორც ვთქვათ, მოსწავლეებზე, ახალგაზრდებზე და ეს ნამდვილად მისასალმებელია. კიბერშეტევების ჯგუფი უფრო მოწყვლადია, იმიტომ რომ მარტივად იჯერებენ ყველაფერს, რასაც ნახულობენ სოციალურ ქსელებში და შესაბამისად მათ რო გქონდეთ ინფორმაცია კიბერშეტევების შესახებ, ამ რეალური და ნამდვილი ისტორიების ერთმანეთისგან გარჩევის შესახებ, ვფიქრობ უფრო ნაკლებად დაზარალდებიან. როგორც ინფორმაციულად, კი ბატონო, ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ ისინი ისეთ წლებში გაიზარდნენ, როცა მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იყო ჟურნალ-გაზეთები, მოგვიანებით ტელევიზია და ბუნებრივია ისინი არ ფლობენ იმ უნარებს, რაც მედია წიგნიერ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ მეორე მხრივ სახელმწიფოსგანაც უნდა იყოს მსაობა, რომ არა მხოლოდ თქვათ ახალგაზრდებს, ზრდასრულ ადამიანებს და ხანდაზმულ ადამიანებსაც მისცეთ
მისცეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ მედია წიგნიერების თავაზე აიმაღლონ მათ თავიანთი ცოდნა და უნარები. როგორ შეიცვალა თქვენი აზრით მედიის მოხმარება ბოლო წლებში? რას ამჩნევთ ყველაზე მეტად? ანუ რა იყო ადრე და რა ხდება დღეს? ადრე თუ დაუშვათ უფრო მხოლოდ ტელევიზორიდან იღებდა ადამიანები ინფორმაციას, ეხლა არსებობს ათასნაირი საშუალებები, საიდანაც შეგვიძლია იგივე სოციალური ქსელები. განსხვავებას ამჩნევთ ეხლა თქვენ როგორც პროფესიონალი ამ კუთხით? აბსოლუტურად გეთანხმებით. ნამდვილად ეგრეა და მე აღვნიშნე კიდევაც, რომ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი არის ტელეფონი. ხშირად ზედმეტადაც კი ეს არა მხოლოდ მოზარდებს, არამედ დასრულებსაც გვეხება. გადაჭარბებულადაც კი მოვიხმართ აი ამ სოციალურ ქსელებს, ინტერნეტს და გვიჭირს სამწუხაროდ საკუთარი თავის კონტროლი და საკუთარი თავისთვის დროის დაწესება, რა დრო უნდა გავატაროთ ჩვენ სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში. შეიცვალა ბუნებრივია გარემო, შეიცვალა ბუნებრივია და დაემატა არაერთი ონლაინ მედია, მაგრამ ამასთანავე ჩვენ ეს ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, რომ ინფორმაცია გადავამოწმოთ. თუ გასულ წლებში ამის საშუალება ნაკლებად იყო, იმიტომ რომ არ იყო მრავალფეროვანი მედია საშუალებები და ადამიანი მხოლოდ რადიოთი ან ჟურნალ-გაზეთებით იღებდა ინფორმაციას, დღეს უკვე იმატა მედია საშუალებების რაოდენობამ და აქ გვჭირდება სწორედ გონიერება და აქ უნდა გამოვიყენოთ სწორედ ჩვენი მედია წიგნიერების უნარები, რომ არ დავეყრდნოთ ერთ წყაროს. რაოდენ სანდოდაც არ უნდა მოგვეჩვენოს ის ერთი, ყოველთვის უნდა გადავამოწმოთ ინფორმაცია, კრიტიკულად შევაფასოთ მიღებული ახალი ამბავი, გავაანალიზოთ, გადავამოწმოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გავავრცელოთ, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები თავად უწყობენ ხელს აი ამ დეზინფორმაციის გავრცელებას და თუ კი გადავამოწმებთ და სტატისტიკურ ინფორმაციებსაც გადავხედავთ, ფოტომანიპულაცია, ანუ deepfake, რაც არის გაყალბებული ვიდეო, რაც არის გაყალბებული ფოტო, იმას აქვს ყველაზე მეტი ნახვა და ყველაზე მეტი ლაიქი და კომენტარი. მე მახსენდება, ახლა ხანს თვალწინ წარმომიდგა გურიის რეგიონში, რომ ზამთრის პერიოდში თებერვალში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა, იქ იდო ფოტო, სადაც პატარა ბავშვები სოციალურ ქსელში Facebook-ში იდო ეგეთი ფოტო, ბავშვები ისხდნენ, წინ ელაგათ რამდენიმე ცალი მოხარშული კვერცხი და საჭმელი და დაიწერა თოვლში ჩარჩენილები და ეს ფოტო იყო წმინდა წყლის ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტო და ძალიან ბევრმა დაიჯერა, ათასობით გაზაზიერება ჰქონდა, კომენტარები ჰქონდათ, რა სიცოცხლეები არიან, რა საყვარლები არიან, ნეტა ვინმე მივიდეს და აეხმაროს და აი ესეთი კომენტარები ჰქონდა და მერე დავძებნე მე ეს ფოტო, მოვძებნე Google-ის საშუალებით და აღმოჩნდა, რომ არა მარტო ის, რომ ხელოვნური ინტელექტით იყო შექმნილი, არამედ სხვა მედია საშუალებებით და Facebook გვერდებით აქტიურად იყენებდნენ ამ ფოტოს სხვადასხვა კონტექსტში. ზოგს ეწერა, რომ მაგალითად ჩვენ ძალიან გვიჭირს, მაგრამ ბედნიერები ვართ. აი ესეთი სათაურით იყო. გურიასთან მიმართებაში ეწერა თოვლში ჩარჩენილები. ასე რომ ერთი ფოტო შეიძლება კონტექსტის ცვლილებიდან გამომდინარე მრავალმა მედია საშუალებამ კი ბატონო სხვადასხვანაირად გამოიყენოს და დააგროვოს ის ლაიქები და კომენტარები და აქვე ვიტყვი, ანუ გავმარტოთ რაში სჭირდება აი ამ გვერდებს ლაიქები და კომენტარები, ხო? ანუ ეს გვერდები ჩვეულებრივად როგორც აი საქონელი იყიდება ბაზარზე, აი ესე არის ერთ-ერთი კარგი საშუალება და ფულის წყარო იმისთვის, რომ გაყიდო გვერდი, რომელსაც ყავს 10,000-ობით გამომწერი და მიმდევარი. ასე რომ ეს შემოსავლის კარგი წყაროა, მე არ მინდა ამით ვინმე წავახალისო, პირიქით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ხელს უწყობენ, თუ საინტერესო შინაარსი და კონტენტი იდება, ეს მისასალმებელია, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირად ეს გვერდები ინფორმაციასაც იპარავენ სხვა გვერდებიდან და არ არის დაცული საავტორო უფლებები. ასე რომ მედია წიგნიერების თემა არის ძალიან ფართო, ფაქტობრივად ამოუწურავი, იმიტომ რომ მრავალ მიმართულებას მოიცავს და ძალიან მიხარია, რომ ამ თემას ყურადღება დაუთმეთ და რადიო გადაცემას ამზადებთ კონკრეტულად მედია წიგნიერების თემას. ძალიან დიდი მადლობა თეონა. აი
მართლა ძალიან ამომწურავა და კარგად ისაუბრეთ. მეც ადამიანს, რომელსაც არ მქონდა დიდად შეხება ამ ყველაფერთან, ჩემ ენაზე გასაგებად ამიხსენით. ყველაფერი და იმედია ჩვენი მსმენელისათვის, ჩვენი გადაცემა ინფორმაციული და გაითვალისწინებს ბევრ თქვენს რჩევას, რათა არ გახდეს შემდეგ მსხვერპლი კიბერშეტევის. ძალიან დიდი მადლობა დრო რო დაგვიყვეთ, წარმატებებს გისურვებ. კარგად. მეც წარმატებებს გისურვებ თამთა, თქვენ რადიოს უსურვებ მსმენელს, რა თქმა უნდა, ბევრ მსმენელს და თქვენ კი საინტერესო პროექტებს და გადაცემებს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, კარგად იყავით.